არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. საერთაშორისო სამართლის ექსპერტის დავით ჯანდიერის განმარტება და დებატები თემაზე, რაზე იხდის სასჯელს წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. და სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებას ახლა ჩვენს ეთერში დავით ჯანდიერი გააკეთებს, ექსპერტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო დავით, რას გულისხმობს სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით? ამ გადაწყვეტილების მიხედვით მერაბიშვილი მართლა პოლიტიკური პატიმარია? საღამოშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა ტერმინს პოლიტპატიმარი ევროპული სასამართლო არ იყენებს. ეს არის პოლიტიკური ტერმინი, რომელსაც ხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების და პოლიტიკოსების დისკურსში. არსებობს ევროსაბჭოს მასშტაბით რეზოლუცია 2012 წლის 1900 ნომერი 1900, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულად რა კრიტერიუმების პირობებში შეიძლება პირი ჩაითვალოს პოლიტპატიმრად. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილებას, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არის. პირველი არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბატონი მერაბიშვილის 8 თვიანი წინასწარი პატიმრობა, ანუ სანამ განაჩენი დადგებოდა, შესაბამისობაში იყო ევროპულ სტანდარტთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ის საფუძვლები, მოტივები, რის გამოც მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მათ შორის ის, რომ ის წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრს ადრე, რომელსაც შეეძლო გარკვეული ტიპის ზეგავლენა თეორიულად განეხორციელებინა პროცესის მონაწილეების მიმართ, ესეც პრინციპში გაზიარებული იქნა. ყველაზე პრობლემური აქ ეს არ არის, პრობლემური არის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ორი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას. პირველი მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ბატონმა მერაბიშვილმა, რომელსაც უკვე ჰქონდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული, მიმართა სასამართლოს იმისათვის, რომ მას ემსჯელა და გათავისუფლებული ყოფილიყო წინასწარი პატიმრობიდან, სასამართლომ ერთი წინადადებით უარი უთხრა მას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და არგუმენტირებული არ იყო სასამართლოს ეს პოზიცია. ევროპული კონვენციის მიხედვით თითოეული დღე, რომელსაც პატიმარი ატარებს სასჯელახსნილების დაწესებულებაში, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ არგუმენტებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოკლედ, ეს ერთი ნაწილი იყო, რომლის მიხედვითაც არგუმენტირებული არ იყო მის შუამდგომლობაზე უარი და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და პრობლემური არის, შეიძლება ითქვას, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოსთვის მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დადგენა მეხუთე მუხლთან მიმართებაში. რას გულისხმობს მე-18 მუხლი? ეს არის უფლების შეზღუდვის ფარგლები. ანუ თუ კი ვთქვათ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლება, მაგალითად თავისუფლების უფლება, შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარეობს მაგალითად სისხლის სამართლის საქმე, არა? ეს შეზღუდვა აუცილებლად უნდა იყოს იმ პირობებით გათვალისწინებული, რომლებიც კონვენციით არის ნაკარნახევი. ყველაზე პრობლემური სწორედ ეს იყო, რომ კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისთვის, ანუ ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დევნისთვის, საჯარო ინტერესის კი არ იყო ნაკარნახევი მერაბიშვილის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ სხვა გარემოებებით. ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლო და ეს გარემოება არის ამისთვის უთითებს იმ ცნობილ ინციდენტს, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი და რომლის მიხედვითაც ბატონი მერაბიშვილი ყოფილი მთავარ პროკურორთან შესახვედრად იქნა გაყვანილი საკნიდან და შემდგომში ის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ ამოღებულიყო ის ფირები, რომლებზეც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მისი განცხადებით ეს მისი გაყვანა აღბეჭდილი და სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ სავარაუდო მაღალი ალბათობით ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ის ასევე ნეგატიურ კონტექსტში ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაინტერესებულა ამით, იმიტომ რომ ძიება არ ჩატარებულა და პირდაპირ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, სასჯელახსნილების მინისტრის განცხადებები, პროკურორის განცხადებები, მთავარი პროკურორის და მათ შორის მთავრობის განცხადებები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო წარადგენდა, არ იყო არგუმენტირებული სასამართლოს წინაშე და რომ აქედან გამომდინარე მან მიიჩნია, რომ უმიზეზოდ, ანუ მიზეზის გარეშე მოხდა იმყოფებოდა პატიმრობაში აი ამ ნაწილთან 14 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით. ეხლა რეალურად ჩვენ
არიან რომ ვიმსჯელოთ მერაბიშვილმა თქვენ გახსოვთ გირგვლიანის საქმეზე დაახლოებით იგივე გააკეთა ამ ხელისუფლებამ რაც მერაბიშვილმა გააკეთა თავის დროზე როდესაც სანდრო გირგვლიანი როდესაც გაიტაცეს და ოქროყანას სასაფლაოზე წაიყვანეს ამ გადაადგილებას ასახავდა ბადრი პატარგაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ჩანაწერი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის დროზე ამოიღო როდესაც სანდროს მკვლელობა მოხდა და ეს ჩანაწერი გააქრო ანუ არ არსებობს ეს მტკიცებულება რა ავტომობილები გადაადგილდებოდა დანაშაულის ღამეს ოქროყანას სასაფლაოს ტერიტორიაზე იგივე შემთხვევას ვაწყდებით ახლა როდესაც რეალურად და ეს იქნა ასევე მიჩნეული არადამაჯერებლად სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან როდესაც მტკიცებულებები ანუ ვიდეო ჩანაწერები არ იყო ამოღებული და გამოძიება ამ მიმართულებით არ იყო დიახ ბატონო დავით თქვენ ახსენეთ მე-18 მუხლი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამაზე აპელირებს რომ ეს არის უიშვიათესი შემთხვევა როდესაც მე-18 მუხლია გამოყენებული ეს გადაწყვეტილება ხომ არ აყენებს ეჭქვეშ ქართული მართლმსაჯულების მუშაობას მხედველობაში მაქვს პროკურატურის და სასამართლოს სისტემა ანუ ამ გადაწყვეტილებიდან ჩანს ის რომ ეს უწყებები ვერ მუშაობენ სათანადოდ ეს ასეა დიახ ხა არ ჭირდება ეს გადაწყვეტილება იმის აღიარებას რომ სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში არ მუშაობენ ისე როგორც საჭიროა და სასამართლო არ არის თავის სიმაღლეზე სასამართლო რომელსაც ცნობილი პროფესიონალი მატყუარა მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ყავს და რომლის იქ ყოფნას მოსამართლეობას თორე სხვაგვარად ის იქ ვერ იქნებოდა მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მიერ არჩეულმა პარლამენტის მიერ არჩეულმა წევრებმა იმაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ პირობებში როდესაც არსებობს ევროპული სასამართლოს მიდგომა არის ესეთი რომ იმ პირობებში როდესაც არსებობდა მითითება იმის თაობაზე რომ სავარაუდო სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი ჩადინას რა თქმა უნდა ასე დროს ხელისუფლების ვალდებულება მდგომარეობდა იმაში რომ სათანადო გულისხმიერებით განეხილა ეს საკითხი დაეწყო მოკვლევა ამ საკითხის და შესაბამის დასკვნამდე მისულიყო რეალურად ჩვენ სწორედ ამ ნაკლთან აგვაქვს საქმე რომ ძიების ვალდებულება რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს ეს ვალდებულება მის მიერ არ იყო განხორციელებული ბატონო დავით გულისხმობს თუ არა ეს გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ან რა ვალდებულებებს აკისრებს ქვეყანას და არის თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულო ქვეყნისთვის დიახ პირველ რიგში გადაწყვეტილება სავალდებულო ხდება აღსასრულებლად როდესაც ის საბოლოო ხდება სამთვიანი ვადა აქვთ მხარეებს რომ ის გაასაჭირონ თუმცა მე დღეს რა არგუმენტებიც მოვისმინე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არის რბილად რომ თქვათ ღიმილის მომგვრელი ის ცდილობს რომ პოლიტიკურად გადაერჩინოს თავი არჩევნებამდე ის აპირებს გასაჩივრებას მან ღიად განაცხადა მაგრამ მას შეეძლო ძალიან მას შეეძლო ის რომ თავის პროფესიულ სიმაღლეზე ყოფილიყო ამ გორს რომ კონდეს ადგილი რჩევა მიეცა ხელისუფლებისთვის რა ტიპით უნდა წარმართულიყო ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში იმისთვის რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო და რა უნდა გაეკეთებინა პროკურატურას იმისათვის რომ ამ პოზიციით არ წამდგარიყო საქართველოს მთავრობა და სამინისტროსთან დაკავშირებული ან მთავრობის პოზიცია პირდაპირ არის მითითებული მე-18 მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ როგორც არაარგუმენტირებული პოზიცია. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა ეფექტი შეიძლება გქონდეს და ან აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო უფლებამოსილია ორი რამ განაცხადოს პირველი ეს არის დაადგინოს კონვენციის დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი და ამ შემთხვევაში მან დაადგინა რომ ჰქონდა ადგილი და მეორე განსაზღვროს სამართლიანი ანაზღაურება ანუ მატერიალური კომპენსაცია რომელსაც განსაზღვროს იმაზე ნაკლების სახით ვიდრე ეს არის მოთხოვნილი მხარის მიერ. ეხლა რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლის შემდეგ ის ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს. მინისტრთა კომიტეტში შედის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 47 მინისტრი, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო ევროსაბჭოსი და ის იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ზომებით უნდა იქნეს აღსრულებული გადაწყვეტილება. მთავრობამ უნდა წარადგინოს გეგმა, როგორ აპირებს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამ საშუალებების თავისუფლება აქვს მთავრობას, მაგრამ მინისტრთა კომიტეტი უფლებამოსილია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ გათავისუფლების საკითხს, ანუ მყისიერი გათავისუფლების საკითხს, მე-5 მუხლის მე-18 მუხლთან დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს ხშირად არ ხდება, ეს ძალიან იშვიათია და თორცდები ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, ტიმოშენკოსთან მიმართებაში მოხდა ამგვარი რამ და ოპოზიციურ ლიდერთან მიმართებაში აზერბაიჯანში მამადოვთან დაკავშირებით და ის განცხადება
იხსნება რომ აი ეს არაფერი არ არის, ეს ნამდვილად ძალიან სუსტია და უბრალოდ ტყუილს წარმოადგენს, იმიტომ რომ მამადოვის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ასევე სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა დადგენილი მეხუთე მუხლის დარღვევა მე-18 მუხლთან მიმართებაში, შუალედური რეზოლუცია, რომელიც მიიღო მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს გადაწყვეტილების აღსრულებას და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ეწერა, რომ მამადოვი უნდა დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან, მან გამოხატა გულისწყრომა და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ მუხლების, ამ ორი მუხლის დარღვევის გამო არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. ამიტომ ყველაზე საინტერესო და პრობლემური, რა თქმა უნდა, არის ის ეტაპი, თუ კი და მაინტერესებს, რას აპირებს იუსტიციის მინისტრი, რით აპირებს ახსნას, როგორ აუხსნის საზოგადოებას, თუ კი სტრასბურგი მინისტრთა კომიტეტი მოსთხოვს საქართველოს მთავრობას გათავისუფლებას მომჩივნის. ბატონო დავით, ანუ ქართულმა მხარემ უნდა გადაწყვეტოს, გაათავისუფლებს თუ არა. თემა არის ესეთი, როდესაც გადაწყვეტილება გამოდის, საბოლოო ხდება 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა წარუდგინოს გეგმა მინისტრთა კომიტეტს, როგორ აპირებს. ანუ ეს არის შემდეგი ეტაპი. უკაცრავად. დიახ. რა გზებით აპირებს გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა კონტროლს ამ პროცედურაზე ინარჩუნებს მინისტრთა კომიტეტი და მინისტრთა კომიტეტის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უფლებამოსილია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მინისტრთა კომიტეტის მთავრობის წინადადებას. ისევე როგორც ეს იყო მაგალითად გირგვლიანის საქმეში, რომელშიც საერთოდ არ იყო მოთხოვნილი საქმის ხელახალი გამოძიება და საქართველოს ხელისუფლების განცხადება მაშინ მდგომარეობდა იმაში, რომ სწორედ თანხმობრივი კომპენსაცია გადაეხადა მომჩინვისთვის. ამიტომ ეს არის ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს პროცედურა და საკმაოდ რთული პროცედურა, რომელიც შეიძლება მინისტრთა კომიტეტში მოყვეს ამ საქმეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს იყო ექსპერტი დავით ჯანდიერის სამართლებრივი განმარტებებით.